ორწლიანი პაუზის შემდეგ ლიტერატურული კონკურსი ლექსების გამოფენა ბათუმში ისევ ბრუნდება. 29-30 ნოემბერს კონკურსის მონაწილეებს ხელოვნების უნივერსიტეტი უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება წელს ჩვენს ქალაქში მე-15-ად გაიმართება. როგორც კონკურსის ორგანიზატორი ზაზა ფიცხალაიშვილი TV12-თან საუბარში აღნიშნავს, კონკურსმა შემოქმედ ადამიანებში კვლავინდებურად დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც ღონისძიების მონაწილეთა სიმრავლეც მეტყველებს. ძალიან მიხარია, რომ ისე დაუბრუნდა ქართულ ლიტერატურულ სამყაროს ეს ბათუმის ფესტივალი. მთელი საქართველოს მონაწილეობენ მსურველები, ემიგრანტებიც არიან ჩართული, ჟიური ყავდა მოწვეული, ყავს ახლაც მუშაობს და ჟიურიმ შეაფასა ნაწარმოებები, გამოვლინდა 20-ულები და ეს 20-ულები წელს ჩამოვლიან ბათუმში ფინალურ ეტაპზე. ჟიურის რაც შეეხება ბატონი ვახტანგ გლონტი არის ბათუმიდან. ბატონი გიზო თავაძე ლიტერატორი, კარგი ლიტერატორია ქუთაისიდან, საალი ივანოიძე, ბაღდათელი ავტორი და ლიტერატორი და ჩვენი ლექსების გამოფენის ადრინდელი კონკურსანტები მაია მიქაია და ბექა ახალაია, რომლებიც ძალიან გაიზარდნენ ამ სფეროში და მე მგონი რომ ძალიან კარგი ჟიურის გუნდი შეიკრა. ამ პროექტის პარკლებში წიგნი ბეჭდება, ყოველწლიურად ხდება ეს და უკვე მე-14 კრებული გამოდის, სადაც იბეჭდება როგორც ლექსები, ისე პროზაული ნაწარმოებები, ორდღიანი, ერთხელ არის 100 სიტყვიანი მინიატურული პროზის ნამუშევრების კონკურსი, ზუსტად 100 სიტყვა ნაწარმოები, სათაურის გარდა და მეორე დღეს არის პოეზიის კონკურსი, რა თქმა უნდა იყოს ეს ნაწარმოებები გამოუქვეყნებელი. ჟიურიმ ავტორთა ვინაობა არ იცის და ავტორებმა იციან ჟიური წინასწარ. ასეთი მოცემულობა, მე მგონი ძალიან სწორად დაწყებული პროექტია და მთელი საქართველო ელოდებოდა ამ კონკურსის ჩატარებას. ბოლო ლექსების გამოფენა 2022 წელს ჩატარდა. შემდეგ გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო იყო პაუზა, რაც უპირველესად COVID პანდემიამ და დაფინანსების არარსებობამ გამოიწვია. როგორც ყველა ადამიანს კონკურსაც აქვს თავისი ბედი და თავისი ისტორია და ამ კონკურსს ისე დაემთხვა, რომ ბევრჯერ დაფინანსების პრობლემა შეექმნა და მეგობრების შემოძახილით, ახლობლების გვერდით დგომი წელს გავბედი და საკუთარი ხარჯებით ასევე გავბედი და გამოვაცხადე კონკურსიდან. ხაზგასმით მინდა ამ ხალხს მადლობა გადაუხადო. განსაკუთრებული წვლილი მეორე წელია შეაქვს ეროვნულ მოძრაობა იბერიას. ეს ის კარგი და მოსაფერებელი ხალხია, რომელიც ემიგრაციაშია და იქიდან პატრონობენ ამ კონკურსს, შეიძლება ითქვას. ამ მონაწილეთა დაბინავებას, სასტუმროს, საპრიზო ფონდის მეგობრები იხდიან ასევე და წიგნის დაბეჭდვას და ძალიან გვერდით დაგვიდნენ, მე მგონი გამორიცხულია მაგათ გარეშე მომავალშიც უკვე ამ პროექტი წარმოადგენდა და მე მინდა თქვენი ეთერი დიდი მადლობა უთხრა ასე გულიანად რომ გვიდგანან გვერდით. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი ზაზა ფიცხალაიშვილი ამბობს, კონკურსი ლიტერატურულ სამყაროს პროზისა და პოეზიის მოყვარული ეროვნულობაზე თავდადებული მეცენატი ადამიანების მხარდაჭერით დაუბრუნდა. მათ შორისაა მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა, კოლხთა ანუ სრულიად ქართველთა ეროვნული მოძრაობა იბერია და მისი დამფუძნებელი 1921-34 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციული მთავრობის სამართალმემკვიდრე ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ ხმელიძე. ჩვენ ამის გამოვალთ ინიციატივით, რომ არც ერთი წელი არ ჩააგდოს ამ ფესტივალმა. 2 წელი ჩავარდნა იყო და ძალიან დაგვაგდა და ძალიან გვიხარია და ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ ბატონი ზაზა აი ესე დიდ საქმეს აკეთებს. ეს ძალიან დიდი საქმე არის. ამდენი ახალგაზრდა 1000 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას, ხო? 1000 ადამიანი. აქედან 100 ფინალისტია. ეს არ არის ის არა ქვია, ცოტა პატარა საქმე, ძალიან დიდი საქმეა. რომ 100 ახალგაზრდა ფინალში იღებს მონაწილეობას და გაიცნობს მთელი საქართველო, ხო? და გაეხსნება მათ გზა. ამ ჩაკეტილი აქვთ. ჩაკეტილი აქვთ ამ ახალგაზრდობას გზა ახლა. მარტო იმის სახელი ხო არ არის ევროპა, ეს გვინდა, არა შენ რუსეთი გინდა, არა შენ ევროპა გინდა. ვისაც უნდა ეს უნდოდეს გას.
თავარია სამშობლო გინდოდეს. შენი საქართველო გინდოდეს. და ეს გზა მე ვფიქრობ, რომ ბატონი ზაზას აი ესეთი კეთილშობილი გზა უნდა იქნას დაფინანსებული, უნდა იქნას მხარდაჭერილი და თუ ვინმეს რაიმე სამშობლოსთვის უნდა რომ გააკეთოს, აგერ გავყვეს. დასრება თავისუფალია და ეს ყოველთვის ასე იყო. წიგნის პრეზენტაცია არის ყოველთვის მეორე დღეს პოეზიის კონკურსის შემდეგ, პირველ დღეს პროზის კონკურსია, მეორე დღეს პოეზიის კონკურსი და თავიდან აი პირველი, მეორე, მესამე წელი როცა იყო, როდესაც ფეხს იდგამდა კონკურსი, სულ ცდილობდით რაღაც სიახლეები შეგვეტანა და მე-14 ტარდება, უკვე ისეთი ტრადიციების მატარებელია, რომ ენანება ამ ტრადიციის სხვა რამეთი ჩანაცვლება. ისე ყოველთვისა რაღაც აქტივობები ამ კონკურსის გარდა, მაგალითად არის ან საფეხბურთო მატჩი პოეტებსა და პროზაიკოსებს შორის, ან მაგალითად ნერგები დავორგეთ და ლიტერატორთა ხეივანი დავარქვით ჩვენ თვითონ. ან მაგალითად ნარდის ჩემპიონი და რაღაც ადამიანური აქტივობა ყოველთვის აწევს, ინტელექტუალური თამაშებია დაიგმილი პოეტებსა და პროზაიკოსებს შორის და ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, ლიტერატურა იქნება. ბევრი ბათუმელი პოეტი და ავტორია ჩართული, მწერალთა სახლის წევრები, ახალგაზრდა პოეტები და მე მგონი, რომ ბათუმს ძალიან შეუყვარდა ეს პროექტი და ბევრი ძალიან კარგი ადამიანია ჩართული პროექტში.